ტრამპმა ენერგოობიექტების დაბომბვაზე მორატორიუმი გაახანგრძლივა, თუმცა ომი გრძელდება. ურთიერთდაბომბვები გრძელდება, ოპერაცია მიმდინარეობს, მათ შორის ირანმა შეძლო ამერიკული ავაქსის ტიპის თვითმფრინავის დაზიანება, მართალია ხმელეთზე და არაცაში, მაგრამ მაინც გარდა ამისა პერიოდულად ტრამპი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ირანში, გახდა ახალი სტატისტიკა ცნობილი, რომ 30% არის მხოლოდ და მხოლოდ სარაკეტო პოტენციალის ირანის განადგურებული. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს კონფლიქტები მსოფლიოში. დღეს 30 მარტია 2026 წელი ირანში ამერიკის და ესრაელის ომის დაწყებიდან პრაქტიკულად 1 თვე გავიდა და დღევანდელ ეპიზოდში სწორედ ამ პერიოდს შევაჯამებთ, განსაკუთრებულად ბოლო ეპიზოდიდან დღემდე როგორც განვითარდა მოვლენები, ტრადიციულად ხაზზე იქნება ირაკლი ლეკვინაძე, რომელიც მოიხილავს იმ მოვლენებს, რაც მიმდინარეობს რეგიონში. სანამ ირაკლი შემოგვიერთდება, მანამდე ტრადიციულად მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, ვინც ალაიქებს ვიდეოებს, აქტიურობს კომენტარებში. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ვინც დონაციით ხართ დაკავებული. არხი თავისუფალი ხალხისთვის მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს. თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, თუმცა არხის აქტიური მაყურებელი ხართ, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიურობთ კომენტარებში, გაუზიაროთ სხვებს ინბოქსში და ასე გავაფართოვოთ აუდიტორია, რომელსაც მივაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. მით უფრო, როდესაც ირაკლი ლეკვინაძე საუბრობს და არის ხაზი და მიმოიხილავს სიტუაციას, ყოველთვის ძალიან საინტერესოა. როგორც გითხარით, ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. პრაქტიკულად მესამე ეშელონი დარჩა მხოლოდ ირანის მმართველობის, თუმცა ისინი აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურადაც, თუმცა ტრამპი პერიოდულად ავრცელებს გარკვეულ ინფორმაციებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მოკლედ, ირაკლი ხაზია და ახლა შეგვიძლია მასთან გავაგზავნოთ საუბარი. მადლობა იმისთვის, რომ კიდევ გამონახეთ დრო და ჩემი არხის მაყურებლისთვის გავაკეთებთ მისეულ ვრცელ მიმოხილვას, პრაქტიკულად 1 თვე გავიდა. გვაქვს გარკვეული სიახლეებიც, გვაქვს ეს გადადება თუ მორატორიუმის გაგრძელება, გვაქვს მობილიზება რეგიონში ქვეითების, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სახმელეთო ოპერაცია იქნება და იქნება საკმაოდ ძლავრი. გვაქვს ასევე ამერიკული შეერაღების დაზიანებაც, ხო, თან არც თუ ისე ნაკლებ სერიოზული, პირიქით საკმაოდ სერიოზული. ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. მოდი ახლა დავიწყოთ იმით, თუ რა სურათი გვაქვს ახლა პრაქტიკულად 1 თვის თავზე. მივესალმები შენს მაყურებელს, შენი არხის მაყურებელს. ხო, კიდე ერთი ამბავი წამოგვეწია დღეს დილით იმაზე, რა ქვია, Truth Social-ზე ტრამპმა დადო ის, რომ აიო ორი შეიცვალა უკვე რეჟიმი ირანში ომის განმავლობაშიო, ჩვენო რაღაცა ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ დღესო, რასაც დიდხანს ველოდებით ოღონდ სიმართლე გითხრა, ანუ დღევანდელი დაბომბების შესახებ, ანუ ღამის დაბომბების შესახებ, კი, მასიური დაბომბვა იყო, როგორც ტრადიციულად ყოველღამე, მაგრამ სიმართლე გითხრა, რაღაცა განსაკუთრებული ჯერ არ ჩანს ყოველ შემთხვევაში ისე, რომ გამოყოს სხვა დღეებისგან და დღეს რატო გააკეთა დილით ესეთი განცხადება და რას გულისხმობდა, ჯერ არ ვიცით, არ გაგვირკვევია. ხო, კიდე თქვა, რომ ესო სამშვიდობო შეთანხმებაო მალე იქნებაო. რა ვიცი, ჩემი აზრით მაინც ეს მურიგი მცდელობა, რომ ეს ფასი ნავთობზე დააგდოს, რაღაცა ეს მებათაღელვა და იმითი გამოწვეული, რაღაცა პანიკით გამოწვეულია ფასები, რომ არის ავარდნილი. იმიტომ რომ რეალურად ბაზარზე ეხა ისეთი დეფიციტი არ არის, რომ ამ ხელა ფასზე უკვე 115-ზე ავიდა ბრენტი და ის რა ქვია, მაგალითად ურალსი $98 იყიდებოდა და ამის დასაშუშმინებლად აკეთებს მე მგონი, იმიტომ რომ რა ვიცი, ერთი შეხედვით არ ჩანს არაფერი, ყოველ შემთხვევაში ზედაპირზე რომ რამე სერიოზული მოლაპარაკების საფუძველი იყოს, შეთანხმების უпростоრედ. ალბათ რაღაც მოლაპარაკებები იქ თურქეთის და პაკისტანის შუამავლობით მიდის, მაგრამ ამ წუთას არაფერი ახლა შედეგებზე, რა ვიცი, არ ჩანს რა ყოველ შემთხვევაში. ესე განჭვრედად პერსპექტივაში. ხო და რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, როგორც ჩვენთან ჯარში იტყოდნენ, სალდატსპიდ სლუჟბა идет, ანუ მიდის ეს თითქოს ეს მორატორიუმი არის ამ ელექტროთბოსადგურების დაბომბვაზე და რაღაც სხვა ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვაზე, მაგრამ პარალელურად მიდის მასიური დაბომბვა იმ მიზანთა, რა ქვია, ბანკის, რომელიც არსებობს და
რა შეიძლება თქვას პლუს ამისა მიდის კონცენტრაცია სახმელეთო ძალების. ჩემი აი ესეთი განცდა არის მაინც როგორც აი საერთოდ ომის ანამ დაიწყებოდა 28 თებერვალს ეგეთი რომ აი იცი რა ის რაც უფრო დიდხანს გაიწელება ეს პროცესი შეიძლება ვთქვათ კიდე გაახანგრძლივოს ეს 10 დღე ხო თეორიულად იმიტომ რომ ორჯერ გადადო ერთხელ 48 საათი მისცა მე 5 დღე მე 10 დღე ანუ არის იმის შანსი რომ კიდე გაახანგრძლივოს რატო იმიტომ რომ აშკარა არის რომ რაღაცის ახალი ეტაპისთვის მზადება მიდის ტექნიკური და დროს იგებს რა თან დრო ისე უნდა მოიგოს რომ ეს ფასი ნავთობზეც ძალიან არ მოიმატოს რა ხო და რაც შეეხება აი დინამიკას, რასაც ვაკვირდებით რა არის ხა ეს 31 საექსპედიციო საზღვაო ქვეითა რაზმი ჩასული არის უკვე ორი სადესანტო გემით ერთი გზაშია, მაგრამ ნუ იმას 3 კვირა დაჭირდება ბოქსერისას, რაც შეეხება სახმელეთო კომპონენტ, აი 92 დივიზიაზეა ხოლმე ძირითადად ლაპარაკი, მაგრამ აი როდესაც უფრო ღრმა ანალიზს გადახედავ რა ვინც ამის ანალიზს აკეთებს, იქ ჩანს ეგეთი რაღაცა, რომ რეისები, ანუ განხორციელდა არა მარტო ამ 92-ს დისლოკაციის ადგილიდან, რომელიც ფორტ-ბრეგში მდებარეობდა, თვითონ ამ ფორტ-ბრეგში არის არა მარტო 92 დივიზიის, ასე ვთქვათ, დისლოკაციის ადგილი, არამედ მწვანე ბერეტების, აი კენედის სახელობის აი მწვანე ბერეტების სკოლის და რა ვიცი, ბევრი ანუ მე-18 საჰაერო სადესანტო იმის რა ქვია კორპუსის რომელშიც შედის ეს 92 დივიზიაც, 101 დივიზიაც, ესეც სადესანტო არის. ისა რა ქვია მე-10 სამთოც არის და მე-4 რა ქვია მექანიზირებული შედის, აი ეს მე-18 ეს კორპუსი არის სწრაფი რეაგირების რო ვთქვათ რა და სადღაც 65-70,000 კაცია ჯამში მაგაში გაერთიანებული და რა არის ეს სხვა რეისებსაც რო გადახედო აი ფორტ კემბელი არის ეს აი მაგალითად იმაში რა ქვია სადაც ეს მექანიზირებული დივიზია არის იქიდანაც რაღაცა გადაისროლეს იქ რაღაცა 101 დივიზიის იმიდანაც რაღაცეები გადაისროლეს არ არის გამორიცხული რომ აი ეს სამეთაურო რგოლები და შტაბები გადაყავდეთ ანუ ეხლა ცოტა ისე მაშვები მაგრამ ანუ შეიძლება უფრო მასშტაბურზეც იყოს ლაპარაკი იმიტომ რომ ну აი როგორ გითხრა ხა ეგ ბევრი რეისები იმდენად ბევრი არ არის განხორციელებული რომ ვიფიქროთ რომ იქიდან რაღაცა მსხვილი ქვედანაყოფები გადმოისროლეს მაგრამ ну დაუშვათ რამოდენიმე თვითმფრინავი თითობაზიდან რომ წამოიყვანეს იქ შესაძლოა იყოს მხოლოდ აი ეს შტაბი და მისი ასე ვთქვათ უზრუნველყოფის რაღაცა ქვედანაყოფები იმიტომ რომ ხა ტექნიკა რო წამოიყვანათ ან რამე ერთი ბატალიონი ან მით უმეტეს ერთი ბრიგადა იქ ბევრი რეისები დაჭირდებოდათ იმიტომ რომ იმათელი ის მოყვება რა და დათვლით არის ხა ზუსტად ნორმატივები რამდენ თქვათ მძიმე ბრიგადის გადაყვანას რამდენი ჭირდება იქ აი მსუბუქი სადესანტოების გადასროლას რამდენი თვითმფრინავი ჭირდება და ნუ გაცილებით მეტი რეისები ჭირდება ანუ არეალი და გეოგრაფია საიდანაც ეს რეისები განხორციელა აღმოსავლეთის მიმართულებით არის იმ დაგვარი რომ ან რაღაცა ეს შტაბები არის ჯერ რომ მე იმათმა იქ გადაისროლეს რეგიონში რომ იმათმა მე ძირითადი ძალების მიღების ასე ვთქვათ უზრუნველყოფა გააკეთონ ან არის აი მეებზე ბაზებზე ყველგან არის რაღაცა სპეცდანიშნულების ძალების რაღაცა ქვედანაყოფები დისლოცირებული მაგალითად იქ ფორტ-ბრეგში გითხარი მწვანე ბერეტებია იქ სადღაც კენტუკიში არის რა ქვია 75 უფრო ჯორჯიაში არის 75 ეს პოლკი რეინჯერთა და ასე შემდეგ ანუ შეიძლება აი რაღაც აი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების გადასროლასთან მქონდეს საქმე რა იმიტომ რომ თუ აი ეს ვერსია რომელსაც მე წინა ჩვენ ვიდეოშიც გავაჟღერე რომ ძირითადი აქცენტი იქნება ამ კუნძულების აღებაზე და რაღაცაზე სადაც ბევრი ხალხი არ არის საჭირო ბევრი ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობა მაგრამ ხარისხია საჭირო და უფრო ისეთი კარგად მომზადებული ჯგუფები მცირე რიცხოვანი, მაგრამ კარგად მომზადებული, ну მაშინ შეიძლება ეს ვერსიაც იყოს. თუ რაღაცა გაფართოვებას აპირებენ, მაშინ აი ამ შტაბების გადასროლის ვერსია უფრო ესე ვთქვათ სარწმუნო და ისეთი ჩანს რა ლოგიკური. ხო და ამ ეტაპზე, ну ძნელია თქმა, რა უდევს ახლა ტვინში იმას რა ქვია, ტრამპს ფაქტი ერთი არის კიდე რომ ну ეს შეიძლება ზოგადად საერთოდ
საინფორმაციო ბრძოლის ნაწილი იყოს და რაღაცა ზეწოლის ფორმა, რომ აი რაღაცა იქ მოლაპარაკებების თემა დაიძრას, რომ აი მე ვაპირებ და არაფერზე არ დავიხე უკან და სახმელეთოზეც წამოვალ. ამ ხრივ ზეწოლა, ოღონდ მანდაც ახლა როგორ რაღაცა, იცი, ირანელების საკმაოდ ისეთი დიდი ნაწილისგან, რომელიც ახლა ჯერ იქ იღებს გადაწყვეტილებებს, ის მზაობაც ჩანს, რომ მაგათ პირიქით უნდათ კიდევაც რომ რაღაცა სახმელეთოში ჩაერთონ, იმიტომ რომ ამ საჰაერო დარტყმებს ვერაფერს ვერ უპირისპირებენ გარდა ამ კანტი-კუნტი რაღაცა რაკეტების და დრონების გაშვებისა და ეს ეფექტურად მოკლედ ვერ ებრძვიან და საჰაერში ბატონობს ეს ისრაელი და აშშ და ბომბავენ რასაც უნდა და ამიტომ შესაძლოა მათ პირიქით ეს ისიც კი კონდეთ რომ აი შეინახონ თავი რაღაცნაირად იქამდე სანამ დაიწყება სახმელეთო და მერე უფრო ესე ვთქვათ მათთვის უფრო მომგებიან პოზიციაში შეებრძოლონ ხმელეთზე რაღაცა დასავლურ კოალიციას თუ კოალიცია იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები მარტო. ხო და აი ესეთი ვითარება არის ამ წუთას. ხო, რაც შეეხება იმ დაბომბვას, რომელიც განხორციელდა იმ რა ქვია, საუდის არაბეთის აეროდრომზე, სადაც მაგაზე მოდი ოდნავ მოგვიანებით, მანამდე სახმელეთო იმას აქვთ გავშალოთ ცოტა უფრო მეტად. თუ არა ის კუნძულები, რომელზეც შენ საუბრობდი წინა ეპიზოდებში, ხო? აი იმ ძალებიდან გამომდინარე ისი კონცენტრაციაც ხდება, თუნდაც აი იმ სამარცვლავიანი გენერლის რაღაცა წერილობითი განცხადება ვნახეთ, ხო, ესეთი ამაღელვებელი, რომ მიმართავდა საზღვაო ქვეითებს. აი ამ მთელი ინფორმაციის შეჯამებით, თუ არა კუნძულებზე იერიშ და კუნძულებზე სახმელეთო ოპერაცია, რა ტიპის სახმელეთო ოპერაცია შეიძლება იქ იყოს, აი ამ ძალთა თანაპარდობით რაც გვაქვს? აი შენის ხო, კაი გამახსენე, ეგ ან ბევრი რაღაცა მოხდა და რაღაცები ხო შეიძლება გამომჩეს და კაი გამახსენე. იმ გენერლის განცხადება, აი იმ კონტექსტიდან ცოტა ამოვარდნილია რა გაგებით, რომ ეხა ის არის ანუ წარმოიდგინე საზღვაო ქვეითა კორპუსში არის სადღაც ეხლა 165-170,000 ადამიანი პლუს რა ქვია 25,000 იმაში რეზერვში რა. ხო და ის არის რეზერვის ნაწილის და რეზერვისტების, ანუ პრაქტიკულად აი საზღვაო ქვეითებს თავისი რეზერვი ყავთ. და მათ მიმართ ერთგვარად რა, ანუ პრინციპში როცა რაღაცა მსხვილი ესეთი ომი მიმდინარეობს რეგიონალური რეზერვისტების მზადყოფნის ამაღლება ან თუნდაც დაძახება და ასე ვთქვათ წყობში ჩაყენება იმისთვის რომ მაინც კონდეს ასე ვთქვათ პრეზიდენტს რაღაცა მანევრების საშუალება და თუ რაღაცა არის, ანუ ეს ძალები ყავდეს ხელთ, ეგეთი რაღაცა მოსულა რა, ანუ ეს არ არის რაღაცა ექსტრაორდინალური და ისე, მაგრამ ეხლა როცა ლაპარაკი არის, რომ მცირე მასშტაბის რაღაცა სახმელეთო ჩარევა შეიძლება იყოს, აქ ეხლა რა საჭირო არის ამხელა კორპუსია და კიდე რაღაცა რეზერვისისა ცოტა გაუგებარია, ამ თვალსაზრისით ცოტა ამოვარდნილი არის რა. ხო, ანუ ეს ხომ არ ბევრმა ეგრევე მომწერა კიდევაც პირადში, რომ აბა რას ფიქრობ, ახლა ხო ესე იგი ხო არ ნიშნავს, რომ ძალიან მსხვილი მასშტაბიანი იქნება, იმიტომ რომ აი რახან ამას აკეთებენ, მაგრამ მეორე მხრივ, ნუ ახლა ისა რა ქვია, კიდე ის თქმა მინდოდა, იცი რომ ამ წუთას ყოველ შემთხვევაში იქ ვინც ჩავიდა ის 1% არის, ანუ აი თვითონ ამ საზღვაო ქვეითა კორპუსის 1% არის ის რაოდენობა, რაც ჩასული არის. ამ და მაგხელა ძალების ახლა კონცენტრაცია მარტო ხალხის გადასროლა ხო არ არის ტექნიკა, ეს არის მაგას ძალიან დიდი დრო დაჭირდება, მაშინ არ დავველოდოთ, რომ ახლა უახლოეს მომავალში რაღაცა ეგეთი სიტუაცია იქნება, მაგრამ ნუ აი ხო გეუბნები, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ზეწოლის ნაწილი, იმიტომ რომ ხო, კიდე ახლა რა თემა გააქტიურდა, იცი, ბოლო ორ დღეში, რომ აი ისევ ლაპარაკობენ იმ რაღაცა ბირთვული იმის, რა ქვია, რაც არის ეს 450-500 კილოგრამი რაღაცა 60%-მდე გამდიდრებული ურანის გამოტანის ოპერაციაზე ლაპარაკობენ. იცი რა არის, ხა მაგაზე მე, ნუ რა ვიცი, ცლად ვილაპარაკე სხვა ვიდეოებშიც და რაღაცა და აღარ მინდა ხა ამაზე ძალიან დიდი დრო დავკარგო რა, რომ ეს ცოტა არარეალურად მეჩვენება რა, მაგრამ თან მაგითი რა შეიძლება, იცი, რეალურად რაღაცა შეიძლება ოპერაცია ჩაატარონ და თქვა რომ აი ეგ იყო და აი ეგ გვინდოდა ეს მისია შევასრულეთ, ეხლა შეგვიძლია დავასრულოთ ომი. აი თუ ტრამპი თუ მართლა ჩიხშია შესული არ იცის რა გააკეთოს და მართლა მასავით მოქმედებს არა რაღაცა წინასწარ გაწერილი სტრატეგიით, არამედ რაღაც ანუ არ ელოდა ასეთ წინააღმდეგობას, როგორც ზოგიერთები ამბობენ და მე მაგაზრს არ ვიზიარებ, მაგრამ ნუ ახლა თლადაც ბოლომდე ვერ უარყოფ, ხო? მით უმეტეს ტრამპის შემთხვევაში კაცმა არ იცის, ანუ რა უდევს ჭკუაში და
ძალიან არაპროგნოზირებადი ადამიანია და შესაძლოა ახლა თუ ახლა ასეთი ვარიანტია რომ უბრალოდ უნდა რაღაცა სახე შეინარჩუნოს და გამოვიდეს ამ ვითარებიდან, ნუ შეიძლება ესახმელეთ რომ რაღაცა ოპერაცია ჩაატაროს და თქვას რომ აი მე გამოვიტანე ურანი და მე გაირკვეს რომ არაფერიც არ გამოუტანია, მაგრამ ნუ რაღაცა ჩაატაროს რა. ეხლა ეგეც თუ აპირებს, აი სულთა პიარისთვის, მაგისთვის ხო, ნუ კაი ეს ძალები და ცოტა მეც დაამატებს და საკმარისი იქნება, მაგრამ ნუ აი ეს იქნება სულთა ისეთი რა, როგორ გითხრა, იქ რომ რეალურად ირანელებს თუ უნდათ იმის გადამალვა, ისე გადამალავენ რომ ამერიკელები იქ ვერანაირად ამას ვერ იპოვნიან რა, რაღაც ისეთ რაციონალური ვადების და რაციონალური იმების, რა ქვია, დანაკარგების პირობებში, ანუ ეგ გაცილებით უფრო რთული ოპერაცია იქნება თავისთავად, ვიდრე იგივე მაგალითად იმ კუნძულების აღება და რაღაც. ეხლა ხო, თან რა არის იცი, ეხლა თუ ირანელმა აი თქვათ რომც გამოაცხადოს ტრამპმა რომ ის მორჩა ამ ომს და დაასრულა თავისი მიზნები ყველაფერი რაც ჰქონდა აი დღევანდელი სოციალში ეგრე ეწერა რომ მე რა მიზნების უმეტესობა რაც დასაბომბი იყო დავბომბეთო 13000 მიზანი დავბომბეთ და 3000 კიდე დაგვრჩა და მაგასაც დავბომბავთ და მოვრჩეთო ეგეთი რიტორიკა აქვს და მართალია იმ განცხადებებს ხშირად ცulis და ყურადღება ნაკლებად მისაქცევია, იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ იმაშვება, რა ქვია, შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი თქვას დღეში სამჯერ, ხო? მიუხედავად ამისა, თუ მაგ განცხადებას აი ბოლოს დავეყნობით, რა გამოდის, რომ ეხა მალევე ეს რაღაც იმ 3000 იმასაც დაბომბავს რამოდენიმე დღეში და მორჩება? დაუშვათ თუ ეგეთი ვერსია აი მაშინ შეიძლება ირანმა თქვას რომ მე კიდე ორმოს აღარ გავხსნი ანუ როგორც დაწესე ის რაღაცა გატარებაზე გადასახადი ამ რეგიონის ქვეყნებისთვის ხოლო მაგალითად იმის რა ქვია ამერიკის შეერთებული შტატების გემებს საერთოდ არ ვატარებ არც არანაირი გადასახადის საფასურად თუ ეგეთი ანუ და ნუ პრაქტიკულად ანუ კიდე უფრო მკაცრი და ისეთი კონტროლზე აიყვანა ორმუზი ვიდრე ამ ომის დაწყებამდე იყო მაშინ გამოდის რომ რაღაც ვარიანტში ირანი უფრო ისე გამოვა კი დანგრეული ინფრასტრუქტურით იმით მაგრამ რეალურად ნუ რაღაც შეუძლია გამოაცხადოს რომ გავიმარჯვე რა და ვერც აშიში იტყვის ბოლომდე რომ მე ჩემი მისია შევასრულე თუ ორმუზი არ გახსნა გაიგე ან ძალისმიერი მეთოდით ან რაღაცა იმგვარი ზეწოლით რომ ანუ ზეწოლი ის ქვეშ არ გახსნა ირანმა რა ხო და აი ეგეთი ვითარება გვაქვს ახლა მე მაგალითად მგონია რომ ახლა რა როგორც ახლა წინაკვირას ის აზრი არ შემიძლია მგონია რომ მაინც უფრო დიდი ჩანაფიქრი ქონდა ამერიკას როცა ამ ნაბიჯზე მიდიოდა და ახლა ხო ისიც უნდა გვესმოდეს აქ ორ მხარეზე იყო ხო ლაპარაკი ისრაელზე და ამერიკაზე ისრაელი ყველა ვარიანტში თავის მიზნებს აღწევს ახლა ირანი დასუსტებულია ბირთვული პროგრამა უკუგდებულია წლებით ეს სარაკეტო პროგრამაც თუ განადგურებული არ არის ბოლომდე განადგურებული მარაგების ხო აი ხა კიდე რა ითქვა იცი ამ კვირაში ამერიკის დაზვერვამ გამოაქვეყნა ეს ცნობები რომ რაკეტების ესე იგი მარაგების 30%-ზე მეტია განადგურებული 1/3-ო ეხა ეს ხო წინა კვირაში ჩვენ ვილაპარაკეთ ტრამპმა რო განაცხადა 100% გავანადგურებ ხო 100% რომ არაა განადგურებული ხო ამითაც გამოჩნდა მაგრამ ეხა კაი სხვა ტექნიკა და რაღაცა მთელი შეიარაღებული ძალები 100%-ით რომ შეუძლებელია განადგუროს ხომ რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი მაინც ხო უნდა განადგურდეს ანუ წარმოება რაკეტების წარმოებას დიდი ზიანი მიადგა უკვე და კიდე სავარაუდოდ სანამ დაასრულებენ მიაყენებენ ბოლომდე მაგრამ მარაგები ანუ თქვენს როს მესამედია მხოლოდ განადგურებული 1/3 არის არიციან ასე თქვათ მათი ლოკაცია და 1/3 არის გამომწყვდეული ამ გვირაბებში რა მაგრამ ეს გამომწყვდეული არ ნიშნავს რომ იქ განადგურებულია თუ შეწყდა დაბომბვები შესაძლოა ის გამოთხარონ და იქნება ანუ 2/3 ანუ თითქმის ესე იგი 60% და მეტი ექნებათ ხო დაუშვათ და აი ეგ სტატისტიკა კიდე უფრო ბუნდოვანს ხდის რა განცხადებას იცი რომ 13000 დარტყმა განმახორციელდა და 13000 დავრჩა თუ კი 13000 დარტყმდა ნუ მესმის რომ ყველა სარაკეტოზე არ იყო მიმართული მაგრამ თუ კი 13000 დარტყმის შედეგად მხოლოდ 1/3 განადგურდა დანარჩენი 3000 დარტყმით როგორ განადგურდება ხო ის დარჩენილი ეგეც ცოტა შეუთავსებლობაა ხო და არა ბევრია ლოგიკური რაღაცა არის და მე ხო გეუბნები ახლა 60% ამ რაკეტებისა თუ გადარჩა ხო ეს რას ნიშნავს რომ პრინციპში ირანი ისეთი საფრთხეს წარმოადგენს იქ რეგიონი ხა წარმოიდგინე ეხა ზეწოლის გამო ვერ ახორციელებს ამ 60%-ის გასროლას ხო ეხა თუ მიეცა იმის საშუალება რომ ესენი გამოიყვანოს იმ გვირაბებიდან და
დაუშვათ რაღაც მომენტში თუ არ კიდე ხო გეუბნები თუ შეწყდა და სიმშვიდე ისა ხო შეიძლება ერთ დღეს თვითონ გამოიჩინოს და თავისი ინიციატივით ესროლოს ასე თქვათ იგივე ისრაელს დაუშინოს ან ვისაც მიწვდება იქ რეგიონში წარმოიდგინე რამხელა დამანგრეველი ძალა იქნება როცა ამას ესე იგი პორცია ძალიან მცირე მეებით უშვებ და ამიტომ კიდე რაღაცნაირად ხდება მათი გაუნებელყოფა და ესენი ერთბაშად რო გაუშვას თუ ყველა რამხელა ზიანი მიადგება იქ ინფრასტრუქტურას ანუ აი მთელი ამ ინფორმაცია ხო დაასრულე და მე რეკითხო არა, ну იმის თქმა მინდა რომ ეს მაშინ მართლა ხა მე ხო გეუბნები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი და ვეწინააღმდეგები დღემდე მაინც ამ წუთამდე იმას რომ აი რაღაცა შეცდა, იქ რაღაცა ვერ გათვალა, წინასწარ ეგეთი რაღაცებს არ ელოდა და აი ну აგებს ომს რა და რაღაცა მაგრამ ეხა თუ ეხა იმ პირობაზე წავიდა რომ 60% იმას გადაურჩა ამ სარაკეტო პოტენციალის და პლუს კიდე 40 უფრო კაცრ კონტროლზე და აიყვანა ვიდრე აქამდე და პრაქტიკულად აშიშოს აღარ მიცა იქ გასვლის გემების გატარების საშუალება ну მაშინ რა გამოდის რომ კი დაზარალდა მაგრამ ну საკმაოდ ისე მინიმუმ ყაიმზე დაამთავრა ხო ამ ხელა ქვეყანას ეს ჩემი აზრით რავი ტრამპისთვის საარჩევნებზე აღარც არის რა ლაპარაკი უბრალოდ მართლა ძალიან იმიჯი ამერიკისთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა იმიჯური რა თვითონ სამომავლოდ და რავი ეხა მაგის ანუ რაღაცნაირად ვერ უშვებ რა რომ მაგ ხელა იმაზე წავიდნენ რა კომპრომისზე და თანაც ეხა ეს ძალების კონცენტრაცია რაც არის ეხა თუ მთლიანად ხო გეუბნები ბლეფი არ არის და რაღაცა იმაზე არ უნდა აიყვანონ რაღაცა შეაშინონ და ესე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ თუ ამისთვის არ კეთდება ну საკმარისია და საკმარისი ინსტრუმენტარია აქვთ ამათ რა ქვია ამერიკელებს რომ პრინციპში ნებისმიერი სირთულის ოპერაცია ჩაატარონ თუნდაც ეხა სულ დაჭირდეთ ის ფართომასშტაბიანიც ხო ეხა მოდი ასე ვთქვათ რა ეხა ერაყი და ავღანეთი რო ითვლება რომ საბოლოო ჯამში გამოდგა წარუმატებელი რატო იმიტომ რომ იქ ვერ დაამყარეს დასავლური ტიპის დემოკრატიები რა მაგიტო ანუ ეს პოლიციური ოპერაცია და ეს დემოკრატიის ლიბერალური დემოკრატიული ფასეულობების დანერგვა გაჭირდა იქ თორე ეხა თვითონ შეერაღებული ძალები და ბრძოლები მაგათ იქ არ წაუგიათ ანუ და ეხა არც არანაირი საფუძველი არ არის იმისი ბოლო თუ მაგაზე მიდგა საქმე რომ აი სურო მართლა იმისი რა ქვია თეირანის იერიში დაჭირდეთ და შევიდნენ ბოლო აიღებენ უბრალოდ დიდი ნგრევა დიდი მსხვერპლი იქნება მეორე მხრიდან უფრო რა ამერიკელებს ახლა იმხელა მსხვერპლი და იმხელა ის როგორც ისი არ გაიჭედებიან როგორც რუსეთი გაიჭედა უკრაინაში თუნდაც იმიტომ რომ რუსეთმა ვერ შეძლო მთავარი პირობის თანამედროვე ომების მთავარი მე-20 და 21-ის მეორე ნახევრის და 21-ის დაწყისის ესე თქვათ მთავარი პირობა დიდი ომების ვერ შეასრულეს ჰაერში ბატონობის მოპოვება. ამიტომ არის რომ იხმელეძე ჭიდაობენ და მილიონზე მეტი ყავთ დაკარგული. თორე ამათ ეს პრობლემა არ აქვს ეხა საბოლოო ჯამში თუ ძალიან მოინდომეს მაგასაც იზამენ. უბრალოდ ეხა გვესმის ყველას რომ არაპოპულარული იქნება ესეთი ნაბიჯი პოლიტიკურად დააზიანებს და ამიტომ ამაზე არ წავატყო თორე თავისთავად ეხა ამერიკამ თუ მოინდომა ხო გეუბნები ბოლო ხმელეთზეც გადაждდება მატერიკულ ნაწილზეც ვიძახი და სიღრმეშიც შევა რა ეხა თუ მაგაზე მიდგა ხა აქვს მაგის საშუალება უბრალოდ ეხა რამდენად უღირსე სხვა თემა არის რა მაგრამ ეხა თუ ისეთი დარტყმა უნდა მიიღოს იმიჯუროს საერთოდ ესე იგი ფეხი ამოუკვეთონ ახლო აღმოსავლეთში რავი მაგ კომპრომისზე მე მგონია რომ არ წავლენ. ამიტომ მაინც მე ველოდები, რომ როდესაც ეს ადრიანი ამოიწურება ულტიმატუმი, თუ არ გააგრძელა კიდე რაღაც ტექნიკური მიზეზები, ну ყოველ შემთხვევაში, როცა ეს ულტიმატუმების ამოიწურება, სავარაუდოდ კიდე უფრო მაგარი ძლიერი დარტყმა იქნება საავიაციოს და სახმელეთო კომპონენტის ჩაერთვება, ვიდრე აქამდე, ან რაც უფრო დიდ ხანს ხდება მზადება, მით უფრო ძლიერია მერე შეტევა და დარტყმა. მოდი აბა ესეთ სცენარზეც რო ვიმშელოთ, რამდენად მოსალოდნელია შენი აზრით, რომ ისე დაალაგდა სიტუაცია, რომ ტრამპმა თქვას, რომ მე მოვრჩი და ისრაელმა გააგრძელოს. არა, აი ეგ ზუსტად ეგ ამ შემთხვევაში გამორიცხული მგონია, რატო, იცი, ჯერ ესეც იმიტომ, რომ სინამდვილეში ისრაელი უფრო ახლოს არის თავის მიზნების მიღწევასთან და თითქმის პრინციპში ახლოს რო დამთავრდეს ომი მიღწეულია, გოგონთ რას გულისხმობ, იცი, უყურე ისრაელს ნებისმიერ დროს შეუძლია მერე ისევ ეს განაახლოს რა, ოღონდ
ამერიკის გარეშე შეიძლება მოუწიოს, მაგრამ შარშან ხოიომა 12 დღე ამერიკის გარეშე, ანუ იმის თქმა მინდა რომ პრინციპში ისრაელისთვის ზუსტად ეს პრობლემა არ იქნება რა, მაგრამ ამერიკისთვის იქნება რა პრობლემა, თორე და ისრაელისთვის შეიძლება იმ ხრივ გახდეს პრობლემა, რომ შემდეგი ადმინისტრაცია ან რაღაცა ტრამპის მდგომარეობამ არ მიცეს ამ ვადის ბოლომდე კიდე ერთხელ რაღაცა ესეთი ფართომასშტაბიანი იმითი დაუჭიროს ისრაელის მოქმედებას მხარი, თორე ბოლო-ბოლო რო შეწყდეს აი ხო გეუბნები ისრაელი მე რაღაც თუ დაჭირდა განაახლებს ამ დაბომბებს. ხო და მაგას გულისხმობ რა რომ ბარემ რა ანუ ეს დაწყებულია ეს კამპანია ამერიკა კი გავიდა მაგრამ ისრაელმა გააგრძელა რომ აი ეს თუ კი რამე დარჩა ის დაასრულოს რომ მერი არ მოუწიოს ჩარვა. არა დასრულებით ეხა რაღაცებს კი დაბომბავენ მაგრამ უყურე მანდ ეხა მასე რომ მიდგე და მართლა ისა გაუთავებელი ახალი მიზნები გაჩნდება ეხა ის მიწისქვეშ რაც არის თქო გადამალული ეხა იქ რო ყველგან ბუნკერს აწინააღმდეგო გაარტყა ხო ნუ ან რაღაც ნუ ის მოპებიც უნდა იმდენი ესროლო რამდენიც ბუნებაში არ არსებობს და ის ბუნკერსაც არ არის რა მაგდენი ბომბა ბუნებაში არ არსებობს ფიზიკურად ძალიან ბევრი და ნუ წლების სამუშაო იქნება ხა იგივე ხო ადრეც მოიყვანეს მაგალითად ღაზაში ხო ხა ღაზა არის გაცილებით პატარა რაღაცა ერთი ბეწო ტერიტორია არის, რომელსაც ნუ გამობომბეს ყველაფერი და მიწისქვეშაც ჩავიდნენ იქ კომანდოსები და რა ვიცი, ზემოდანაც ბომბეს ბუნკერსაც წინააღმდეგოები და მაინც ყველაფერი ვერ გამობომბეს და მაინც არის იქ რაღაცა დარჩენილი რაკეტების მარაგების და ძალებით იმალებიან ჰამასის და ეხლა წარმოიდგინე ამ ხელა ტერიტორიაზე იქ რაღაცა კლდოვანი მეებში ნაშენები ისინი, ნუ შეუძლებელია რა. ანუ ისრაელს უბრალოდ შეუძლია პერიოდულად დაბომბოს იმისთვის, რომ აკვეთოს თქვათ ბირთვული ბომბის შექმნა, იგივე სარაკეტო ისინი გაუნადგუროს. ისრაელს თავის ანუ შედარებით მოწყვლადია ამ ენერგოიმების ინფრასტრუქტურის მოსპობა შეუძლია, მაგრამ ეხა ის რომ ეხა ამერიკა სრულფასოვნად ჩაანაცვლოს და ამერიკა რასაც შეძლებდა თქვათ იგივე კუნძულების აღებას, ეხა ისრაელი ვერ შეძლებს, იმიტომ რომ აიღოს მე ეხა ამ სიშორეზე 1000 რაღაცა 1500 კილომეტრის მოშორებით თან რამოდენიმე ამ არაბული ქვეყნის გავლით და სპარსეთის ყურის გადაღმა იქ სადღაცა იფრინოს და ესე მოამარაგოს ეს შეუძლებელი იქნება ანუ მისთვის ეს ამხრივ აი ლოჯისტიკურად და რაღაცა ძალიან რთული მიზანი იქნება რა ქვია ვერ შეძლებს რა ამას ფიზიკურად ამ თვალსაზრისით ამერიკა მან შეუცვლელია რა მაგრამ ნუ ხო გეუბნები თავის მიზნების მისაღწევად აი ამ მინიმალური მიზნები რაც ქონდა უკვე მიაღწია კიდევაც რა და ეხა კიდე რა არის ეხა ისრაელი თან ნახევრად შესულია უკვე 5-7 კილომეტრზე სადღაც გადასულია ლიბანის ტერიტორიაზე ხო და ნელა-ნელა აფართოვებს ამ სახმელეთო ოპერაციას და პარალელურად ავიაციო დაბომბებსაც იქ ლიბანის ტერიტორიაზე ამ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე და ეგა აქ მოსამთავრებელი ეხა პირიქით მაგას უფრო იცი რა უნდა რომ აქ რაც შეიძლება ამერიკამ არ დაბომბოს, მაგრამ ისრაელს აუცილებლად მიაჩნია იმებს დაარტყამენ და მერე გადაერთვება ძირითადად იქით რა. ხო, აი მაგ ოპერაციაზეც მინდა კითხო, ეხა როგორ მიმდინარეობს, ახსენე უკვე 5-7 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ, რაღაცა უიშვიათესად მაგრამ კადრებიც გამოდის სახმელეთო ოპერაციის. როგორ მიმდინარეობს ეგ სახმელეთო ოპერაცია, რა ეტაპზე შეიძლება ითქვას ეს ყველაფერი და მანდა როგორ შეიძლება კიდე განვითარდეს მოვლენები? ხო, ნუ მან იგეგმება 400,000 რეზერვისტის გამოაცხადეს, ხო და ეტაპობრივად შეყავთ ესენი, ანუ 400,000-ი კი არ შევა, მაგრამ ნუ ეხლა მონაწილეობს 2 დივიზია, ერთი 2.5 დივიზია, უბრალოდ როგორც 2 დივიზია არის რეგულარული ჯარის, ერთი არის ისა რა ქვია, აი ჩვენთან რო ტერიტორიულ თავდაცვას ვეძახით, ეგეთი ანუ რეზერვისტების არის, რომელიც შედარებით სუსტი არის რა პრაქტიკულად იმ საბრძოლო პოტენციალის ნახევარზე ნაკლები გააჩნია რაც რეგულარულ დივიზიებს და ნუ ნელა-ნელა მიიწევენ მინიმალ დრო დანაკარგები არ ქონდეთ ანუ ფრთხილობენ საავიაციო მხარდაჭერა ხა ისეთი არა აქვს როგორც ექნებოდა დაუშვათ ირანზე რო არ იყოს მათი ავიაცია კონცენტრირებული ყოველდღიურ რეჟიმში და ნუ კი მიდის ავიაციო დარტყმა მაგრამ იმ ტემპით და იმ მასშტაბებით არა როგორც იქნებოდა ირანს თუ ჩამოეხსნ თუ მორჩნენ ირანში დაბომბას რა ხო და აი ახლა რა შემდეგ კვირაში ხარ რასაც უსმინე კიდე გაფართოებას ან გაორმაგებას აპირებენ ძალების უფრო ღრმად შესვლას ანუ ლაპარაკი არის რომ მინიმუმ ამ მდინარე ლითანიას იმამდე გავლენ და თან ეს მდინარე ლითანია ზოგან არის საზღვრიდან 4 კილომეტრში ისრაელის და ზოგან არის
რაღაცა 40-50 კილომეტრში, ანუ გააჩნია სად რა მონაკვეთზე ვილაპარაკებ საზღვრის. ნუ საბოლოო ჯამში ვიღაცები იმასაც ამბობენ, რომ ლითანიასაც გადალახავენ და დაუშვათ იქ ბეირუთის აი იმ რაიონებში შევლენ, სადაც უმეტესად, ასე ვთქვათ, ლოკალურად ისინი შიიტები ცხოვრობენ და სადაც არის ეს საყრდენი, ეს ამემათი რა, ჰეზბოლასი და სადაც არის მათი ინფრასტრუქტურა, სადაც ანუ საცხოვრებელი სახლების ქვეშ არის იქ რაღაცა ისინი რა ქვია შეიარაღება და რაღაცა გადამალული და ნუ აი მაგათ გასანადგურებლად შეიძლება ამ სიღრმეზეც შევიდნენ. ნუ ეგ სერიოზული ოპერაცია იქნება, ანუ სერიოზული დანაკარგებითაც ავარაუდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფრთხილობენ. ეხლა შეიძლება თქვი ვიდეოები გამოდის ძირითადად ამ ირანულ ტანკსაწინააღმდეგო ეტებს რო იყენებენ ალმასებს, რომელსაც აქ ეს ვიდეო ჩამწერი, იმიტომ რომ ვიდეო იმით უმიზნებენ, რა ქვია, ტელემართვით არის და სპაიკის მაგავარია, ანუ უკუის აქვს სატელევიზიო გამოსახულებას ხედავენ, გაისვრიან და მერე უმიზნებენ. გაისროლე დაივიწყის რეჟიმით აქვს როგორც ჯაველინს, მაგრამ აქვს ის რეჟიმი, რაც აქვს კიდე სპაიქს, რა შეიძლება გაისროლო და მერე აღმოაჩინო და დაუმიზნო. და ხდება ზემოდან, ანუ ძალიან ისეთი თანამედროვე და ისეთი ის არის და ესვრიან მაგას რამოდენიმე ნამერს მოარტყეს, რამოდენიმე ასე ვთქვათ, მას მერკავას მოარტყეს და როგორც ხვდები, იყო კიდე ერთი რუსული კორნეტი, ან ირანული ასლი კორნეტის ესროლეს მერკავას და თავისი ხსვლით გავიდა. ეს ალმასების ის არის, რომ ზემოდან ხდება, მაგრამ მერე ეს ვიდეოები როგორც წესი წყდება და არ ვიცით იქ რა მოხდა რა, ანუ განადგურდა ის ტექნიკა, არ განადგურდა, დაიღუპნენ, არ დაიღუპნენ, მაგრამ დაღუპულების შესახებ ეგრევე ხდება ხოლმე ცნობილი ისრაელის საზოგადოებაში და არ არის რა, ერთი ადამიანი დაიღუპა მარტო რაც არის ცნობილი და მეცე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა, ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტექნიკა უკვე ვიდეო ფაქტი დევს, რომ ტკიცებულება რომ დაზიანდა ამ გასროლების შედეგად, მსხვერპლი არ არის რა, სავარაუდოდ დაჭრილები შეიძლება არის, ისა რა ქვია, ხო და კიდე არის ის გამოსწრა FPV დრონები ისე მასიურად არა, როგორც უკრაინაშია, მაგრამ ნუ აი მაგალითად იქ არის აი სარეზერვო ბრიგადის დივიზია რო აღნიშნე, იმათ აქვს ძველი მოძველებული შედარებით მერკავასამები, რომელსაც არც ეს აქტიური დაცვის სისტემა ტროფი უყენია, არც დინამიური დაცვა აქვს, არც დამატებითი დაცვა არ აქვს და პირდაპირ ბორჩი იმაში კოშკურის ბორჩი ხდება და იქ სავარაუდოდ გახლვეთ და ეხა გააჩნია რა ტიპის ასე ვთქვათ კოდინი ქონდა, მაგრამ ნუ PG-7 მაინც ექნებოდა იმ FPV დრონს ჩამოკიდებული და ნუ რა მე მგონია გახლვეთ და მაგრამ დაღუპულები ხოგენები მანდაც სავარაუდოდ დეტონაცია არ მოხდა საბრძოლო მასალის და ანუ არ არის რა დაღუპულები ეკიპაჟებს შორის რა, იმიტომ რომ მაშინ გავრცელდებოდა ეგ ინფორმაცია და მე კიდე რამოდენიმეზე ითქვა რომ გაჩერებული ან ღია ლუკში აგდებენ რა ტანკებს ვიდეოში ჩანს და სავარაუდოთო ანუ გაჩერებული იყო ეკიპაჟი ამოსული იყო და როცა ღია ლუკი და ეკიპაჟი არ არის მაშინ ავტომატურად ეს ტროფისისა ითიშება რა ხო და ნუ იმიტომაც არის მოქმედაო მაგრამ ნუ თქვა ტექნიკა შეიძლება განადგურდა ეკიპაჟი არა აი ეგეთი ვითარება ანუ ძალიან თან არ ავცელებს რა ანუ დაღუპულების შესახებ მეთქი ეგრევე ვრცელდება ინფორმაცია მაგრამ თვითონ სად წაიწიეს წინ რა ტიპის შეტაკებები მოხდა და რაღაცა ну ძალიან მწირი ინფორმაციები გამოდის ვიდეოები ძალიან იშვიათი ხოგენები ლიბანის მხრიდან თუ წამოვა ჰეზბოლას მხრიდან თუ წამოვა თორე ისრაელი თვითონ პრაქტიკულად არ აუცელებს ძალიან ну რამოდენიმე ვიდეო გავცელდა სულ სადაც რაღაც ბრძოლებია და მოკლედ არ ვიცით რა მან ჯერ კიდე ესე რა ხდება ერთადერთი რაც აი შეგვიძლია დანამდვილებით თქვა რომ ნელ-ნელა მიიწევენ არა ისე არ ჩქარობენ და ნელ-ნელა ფართოვდება ჩართული ძალების ისა რაოდენობა და ეს შემადგენლობა რა ხო და კაი გადავიდეთ ავაქსის დაზიანებაზე და ტანკერების კი არა განადგურებაზე და ტანკერების დაზიანებაზე რამდენად სერიოზული იყო ეს ზიანი რაზე მიუთითებს ეს და შეიძლება თუ არა ამან ოპერაციაზე რაღაცა გავლენა მოახდინოს ხო, არა, ოპერაციაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და საერთოდ რა არის, ეხლა სიმართლე გითხრა, მე ხა არ მინდა გამოვჩდე რაღაცა დემაგოგი გამპრობლები რო არიან, რა თქმა უნდა ეს სერიოზული დანაკარგია იმ თვალსაზრისით, რომ ну, თავისთავად ეხა ეს ტექნიკა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოძველებულია და უკვე წესით ჩამოსაწერიც იყო,
და მაგრამ მუშა არის რა, ანუ ისე ძალიან ძველია 70-იან წლებში დაიწყეს მათი წარმოება და 80-იანი წლების ტექნოლოგია. მართალია მე პერიოდულად განახლება ხდებოდა ბოლოს 1-12 წლის წინ მოხდა ამ ავაქსების განახლება. მიუხედავად ამისა თვითონ პლანერი თვითმფრინავის ძალიან მოძველებულია, რომელიც უკვე 30 წელი აღარ გამოდის. ეს ისა რა ქვია რადარების და ისინი ელექტრონული შიგთავსიც როგორ გითხრა მოძველებულია და ძალიან დიდი ხანია მიდის უკვე საუბარი იმაზე რომ შემცვლელი ჭირდება ამათ მეცაც გეტყვი ხა მაგალითად თურქეთი ხო ხა ხუბლურად ჩამორჩენილი ქვეყანა ამერიკასთან შედარებით მაგრამ მაგათ უფრო თანამედროვე ავაქსები ყავთ ვიდრე ამერიკული Boeing 737-ის ბაზაზე ასე თქვათ შექმნილი ეს i7 უფრო ახალი მოდიფიკაცია არის მაგათი შეძენა უნდათ ამერიკელებს მაგრამ აი შარშან ჰექსეტმა 26-დან 28-ს თვითმფრინავამდე ჰქონდათ შეკვეთილი და გაავალ რაღაცა შეაჩერა რატო არ ვიცი მე ახლა მე კონგრესმა აი გაუქმება ამ შეკვეთის დაბლოკა და თავიდან იმას ბიუჯეტში ჩადო შეიძინონ რა ოღონდ ნაკლები რაოდენობით და ეტაპობრივად გადაიარაღება მოხდეს უბრალოდ რო გვესმოდეს აი ამ ტიპის ავაქსები ხო ეს ძველი რაც არის S3 ხო ეს entry ეგ როგორ გითხრა იმას აკნეს რა ქვია 2023-24 წლებში 12 ცალი თვითონ გაუშვეს ჯარჯში ანუ ჩამოსაწერია რა დიდწილად ძველმოძველებული ტექნიკაა მაგრამ მიუხედავად ამისა მუშა არის ახლა იქ ადგილზე 6 ცალი იყო ამ ერთის განადგურებით ახლა დარჩა 5 ცალი სულ ამერიკის არსენალში ასე აქტიური ეს თვითონ ეს მოდიფიკაციები ამ ავაქსების არის 16 იყო და ახლა 15 დარჩა მაგრამ მაგის გარდა მაგათ აქვს აი ეს ჰოკაები i2-ები რა რომლებიც i2D რომელიც არის საგემბანო ანუ ავიამზიდებზე არის 5 ცალი როგორც წესი ან 6 ცალი და მაგის გარდა ნუ ხმელეთიდანაც იყენებენ და ეგენი აქვს 75-მდე ანუ ავაქსების სიმცირეს არ განიცდიან როგორც ესეთი მაგრამ ნუ აი ეს დიდი შედარებით პლანერებზე დაყენებული ეს რადარების უფრო სხვა ისაა რა მაინც და ეს 6-იც ახლა რატო იყო იქ საჭირო იმაში უკვე ჩანაცვლა ახალი თვითმფრინავით და ისევ 6-ია როგორც დღესდილის გავრცელდა ინფორმაცია ესენი რა არის მორიგეობას უზრუნველყოფენ რომ 24 საათი HR-ში თან რამოდენიმე მიმართულებით არაერთი მიმართულებით არამედ 2 მინიმუმ იყოს ჩამოკიდებული ეს HR-ში და ეს რა არის HR-ში აწეული რადარია რომელიც ზემოდან ხედავს მათ შორის იმ მკვდარ ზონებს რომელიც შეიძლება მიწაზე დაყენებულმა რადარმა ვერ დაინახოს რადიო ჰორიზონტის გამო რა ხო და ნუ აი დაბლამფრენ რაღაც ობიექტებს მათ შორის თოსან რაკეტებს ამ დრონებს და რაღაცებს დროულად რო აღმოაჩინო ეს არის ადრეული აღმოჩენისა და მართვის ცენტრები სადაც არის ოპერატორები ზიან 12 ოპერატორ 10-დან 12 ოპერატორამდე რომლებიც მართავენ აი ეს საჰაერო სიტუაციას ან უყურებენ იქ რაღაცა რო არ დაიპაროს ან რაკეტა ან დაბალ სიმაღლეზე თვითმფრინავი მე თუ რაღაცა არის ან მითითება მიცენ კადრიდან გახვედი და რო გასწორდე ხო? კადრიდან გახვედი უცბად და რო გასწორდე თქო. ხო, ანუ გვესმის ხო ამისი სპეციფიკა, ანუ მაგის გარეშე ომი აი თქვათა შორის სანამ დაიწყებოდა, ხო ეს ოპერაცია მაშინ თქვი რომ მეთქი ყველაფერი ჩაიტანეს, მაგრამ ავაქსები არ ჩანს და არ ჩანდა ბოლო კვირამდე რა და აი როდესაც ავაქსები ჩავიდა, აი ხა მეთქი ყველაფერი უკვე მზად არის იმისთვის რომ ნებისმიერ დროს დაიწყოს ოპერაცია, იმიტომ რომ ავაქსების გარეშე ეგეთი ომები არ ეწყება ხოლმე, იმიტომ რომ ეგ საჭიროა რომ ეს საჰაერო მithumetes ამდენი თვითმფრინავი როცა მონაწილეობს რომ ეს აკონტროლოს მაგათ აქვს ეს link 16-ები მაგითაც მაგრამ არა მარტო მაგით ანუ უშუალოდ ოპერატორებიც ასე ვთქვათ იმას შვებიან რა მითითებებს და რაღაც ორგანიზებას ახდენენ აი მოძრაობის რა იქ რომელიც HR-ში მასე დრო ძალიან ისეთი აქტიურია და ინტენსიური აი ბაზირებული ავაქსების განადგურება არ გაგახსენა ის ამბავი უკრაინელებმა რომ დრონებით რუსებს გაუნადგურეს და იგივე შინაარსის თვითმფრინავი ხო და მაგ რამდენადაც მე მივხვდი დრონებით კი არა ბალისტიკური რაკეტები იყო განსხვავება იყო ცხადია მაგრამ რაღაცნაირად ჩემთვის მაინც აი რაღაცა იგივე ამბავი წამოვიღე როცა ვამბობ რომ რაღაცა გაკვეთილები არ არის ნასწავლი მათ შორის აი ამასაც გულისხმობ რა უყურე ეხა თან რა ხდება ხა დრონებითაც რო დაერტყათ ეხა დრონი შახიდი შორიდან რო გაუშვებდა მიფრინდება და მოხდება მაგბაზას ერთია და ხა უკრაინელებმა ხო რა სპეცოპერაცია ჩაატარეს ანუ მათ რაღაცა დაამზადეს რაღაცა
კონტეინერები ვითომ რომელშიც იყო რაღაცა ავეჯი თუ რაღაცა და იქიდან ამოფრინდა პატარა FPV დრონები და ამ FPV დრონები დააზიანეს. ანუ ბევრად უფრო ორიგინალური და რაღაცა და სპეცოპერაცია უფრო აი რაღაცა ესეთი ჯეიმს ბონდური რაღაც სპეცოპერაცია იყო სიტყვაზე ვიდრე რაღაცა ესეთი მასიური ესეთი დაბომბვა დიდი მძიმე რაკეტებით და რაღაცა ხო? ხო და ეხლა ნუ რეალურად ხო თავიდან რითიც მინდოდა დამეწყო რომ ზიანი რა თქმა უნდა თვითონ ის რომ ეს ბაზა დაიბომბა ეგ არის საყურადღებო რომ ანუ მან დაუცველი არის ბევრი მან 5 ეხლა დარჩენილი ეს 5-6 ავაქსი მან კადრი რო გაასწორო ბოდიში გახვედი ისევ კადრი ცოტა უკან გაწია ხო და ხო ხელში მიჭირავს და ხანდახან გამირვის ხოლმე ისა რა ქვია რაზე ვიძახე სტრატოტანკერები მან დგას 20-ზე მეტი 30-მდე რა და ეგენი ყველა ორი სტრატოტანკერი განადგურდა ეს KS 135-ები და ეგენი ძალიან მოძველებულია, მაგრამ ეგენიც მუშა აპარატებია, რომლებიც მთელ აი მას ასრულებენ რა სამუშაოებს ან საწვავით ჰაერში შევსების და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ თემა რა და მანდ არის გაშლილი ეგა ანგარები კი არის, მაგრამ ისეთია რა შედარებით დაუცველი, ანუ ბალისტიკურისგან დაუცველები არის ხო და ეგ მე იდეაში ვფიქრობ რომ მან პატრიოტები და რაღაცეები აყენია რომ ეგენი დაიცვას და თუ მან გაეპარათ ეგ ანუ ეგ აი თვითონ ეგ არის პრობლემა რა ეგ ფაქტი რაც არის კარგი და რაზეც ვიძახი რომ დიდი არაფერი ისეთი არ იყო თქო იმ თვალსაზრისით ვიძახი რომ თავარია ეკიპაჟები არ დაღუპულან ანუ მხოლოდ მატერიალური ზიანი არის და არა ისა მაგრამ ეს მატერიალური ზიანიც ხო გენები ხა მოძველებული ტექნიკა განადგურდა რა, მაგრამ არ ვაправებ ხა რა. მაინც რა თქმა უნდა დასანანი არის, მაინც რა თქმა უნდა ზიანია. ხა ისინი იქ ჩასანაცვლებლები აღმოჩნდა და ნუ ხა თუ კი ერთხელ გამოუვიდათ ირანელებს შეიძლება სცადონ მეორე და მესამე და ბევრჯერ კიდე და თანაც მასიურად დაბომბონ იმისთვის რომ იმ აეროდრომზე გაშლილ სხვა თვითმფრინავებსაც მისვენ ხა იქ თუ აი რა ქვია, სულ ყველა ტანკერები გაანადგურეს და ყველა ავაქსები, მაშინ მართლა პრობლემა შეიქმნება. შეიძლება რაღაცა პაუზაც დაჭირდეთ ომის მიმდინარეობაში, იმიტომ რომ ვერ ჩაანაცვლონ უცებ რა. ხო, აი ეგ არის პრობლემა რა. ის რომ დაუშვათ იგივე თუ ესეთი საფრთხე იყო, რომელსაც ვერ ცილებდნენ, რომ თვითმფრინავები ჰაერში დაეწიათ, რომ აეროდრომზე არ დახვედროდათ ეს ისინი. ეგეც ანუ მოკლედ რაღაცა ესეთი მოხდა, რაც არის პრობლემა, მაგრამ ანუ იმის თქმა მინდა ახლა რომ ისე ნუ წარმოვიდგენთ რომ ახლა ეს იგივე თქვა დარტყმა იყო როგორც რუსეთს რო თქვა ჩამოუგდეს A50-ები, იმიტომ რომ ჯერ რო ჩამოუგდეს ის უნიკალური ძალიან ისეთი სპეციალისტებიან ეკიპაჟიანად დაიღუპა, ხო? ორი ცალი რო ჩამოუგდეს სხვადასხვა დროს და ნუ მე ხმელეთზეც ახლა რუსებს არ აყავთ მაგდენი ავაქსები, არც მოძველებული, არც ახალი მით უმეტეს, ანუ ცოტა ყავთ რა თითზე ჩამოსათვლელი არის, რო დაფრინავდა ისეთი ასე თქვა წყობში მყოფი 5-ზე ნაკლები ქონდათ და ახლა იმათთვის იქ თითოეულს დაკარგვა უკვე პრობლემა არის და ახლა ამერიკას ხო გეუბნები ხა ბოლო სულ ეს აი იმისი რა ქვია ეს ამი ცენტრები რო ხშირონ ხოკაები აქვს ძალიან ბევრი რა უბრალოდ იმას ცოტა ნაკლები შესაძლებლობები აქვს მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში იმდენია რომ შეუძლიათ მათი ფუნქცია იკისრონ და მეცაც გეტყვი ხა ზოგიერთი თეორეტიკოსი იმასაც იძახის რომ აი ამ link 16-ების და იმების პირობებში როცა აი მხელა რაღაცა ქსელოცენტრული ბრძოლა ისინი მიდის საბრძოლო მოქმედებათა ის შეიქმნა და გაცვლა გამოცვლა მიდის ინფორმაციების საერთოდ ესენი რაში გჭირდებაო მაგალითად იგივე F-22-ის რადარი ან რაღაცა არანაკლებს შორს იხედება და თან არის შეუძლია უჩინარად იმოქმედოს თავისი თავდაცვის და შეტევის შესაძლებლობები აქვს პლუს და საერთოდ ავაქსები რა გვინდა F-22-ები გამოვიყენოთ სანაცვლოდ რომელსაც პრინციპში ნიშა ვერ მოუძებნეს იმიტომ რომ ესეთ რაღაც სერიოზული ბრძოლებისთვის შეიქმნა ჰაერში და ეგეთი ისა არც მიეცა ჩანსი რომ ვიღაცასთან ეს თავისი უნარები გამოეყენებინა და მაგაში გამოვიყენოთ ხო და იყო რომ საერთოდ ისე ჩამოვწერდა აი სხვა შორის ეს რომ გააუქმეს მაგის შემცვლელის შესყიდვებით ხო მაგითი დაასაბუთეს რომ საერთოდ ეგ ისინი ეგეთი ტიპის თვითმფრინავები აღარ დაგჭირდება მომავალშიო მაგრამ სტარი აზრია იმიტომ რომ მაინც ახლა ის ერთ პილოტიანი თვითმფრინავი სხვა არის რაღაც საბრძოლო თვითმფრინავი სხვა არის ესეთი ავაქსები მაინც საჭირო იქნება გასაგებია რომ გარკვეული მოწყვლადობა გააჩნია იმიტომ რომ დიდი სამიზნეა დიდი რადიოამრეკლი ზედაპირი და შორიდან შეიძლება მისი ჩამოგდება თეორიულად და ასე შემდეგ მაგრამ
ნუ მოკლედ როგორ გითხრა რა, მაინც საჭიროა რა, პრაქტიკა ამას ადასტურებს, რომ იქ შეუცვლელები არიან რა ის დისპეჩერები, ვინც იქ ხედან და უშუალოდ აი თავის თვალით ამას იმაშობიან, იმას ავტომატიზირებული სისტემები და რაღაცები ჯერ ამ ეტაპზე ვერ ცვლის რა, მაინც საჭიროა ყველა ვარიანტში. ხო და მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ეს განადგურებამ შეიძლება პირიქით დააჩქაროს ახლა იმისისა, რომ აი დროზე შევცვალოთ ეს პარკი და განვაახლოთ და გავზარდოთ რა რაოდენობაში. ბოლოს მოდი ვისაუბროთ ზელენსკის ვიზიტზე მან რეგიონში არაერთი შეხვედრა გაიმართა. რას ველოდებით ამ შეხვედრებისგან? ეს იქნება ურთიერთთანამშრომლობაზე აწყობილი უფრო თუ ახლა ყურის ქვეყნებს მეტი დახმარება ჭირდებათ? თუ აი მან რა მოლოდინები გვაქვს და რა შედეგები გვაქვს უკვე? ეხლა სიმართლე გითხრა, ყურის ქვეყნები ამ მაგ კუთხით ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ხო, მე კუთხით უყურებდი მაგ თემას, ვადევნებდი თვალს, რამდენად ეს დაუშვათ ხერს მოუტანდა უკრაინას. სავარაუდოდ, გარდა იმისა, რომ ხა იმიჯურად და ურთიერთობების დალაგების მხრივ, დიპლომატიური იმის მხრივ, ხა კოზირები არის, როცა რაღაცასი აი ესეთ დიდარ ქვეყნებს ეხმარები, გიჭირს, მაგრამ აი იმდენს ახერხებ, რომ იქით ეხმარები კიდე სხვა ქვეყნებს, ხო? ეს თავისთავად დიდი პლუსი არის, მაგრამ ხა როგორ გითხრა, ტექნიკურად ხა რამდენად მოესწრება დაუშვათ ამ თავდაცვითი რაღაცა ინოვაციური რაღაცების გადაცემა, იმ დრონი გადამჭერების და იქ სისტემების აწყობა, რომ ამან ეფექტურად იმუშაოს დაუშვათ და აი მოასწრონ აი ამ ომის პერიოდში აი რაღაცა აი ამ დრონების გადაჭერა მაგითი დიდი რაოდენობით და რაღაც რეალური ეფექტი დადონ, სიმართლე გითხრა, სამომავლოდ რომ უსაფრთხოდ იგრძნონ და რაღაცა კი ბატონო, მაგრამ მან თავარი კიდე ხო რა იყო, რომ აი ჩვენ ამას გავცვლითო მაგალითად იყო ლაპარაკი, რომ შეიძლება ყატარს გაუცვალონ ეს გადამჭერი დრონები დაუშვათ მირაჟებში, რომელსაც მე რემონტს მოდერნიზაციას კიდე ჩაუტარებენ დამატებით და ფრანგები გადაცემენ უკრაინელებს, თვითონ გადავიდნენ ესენი სხვა თვითმფრინავებს და იმ ჩამოწერილ მირაჟებს, რომ უკრაინისთვის გადაეცათ. ეგეთი ვარიანტი იყო ლაპარაკი, რომ აი პეტრიოტის რაკეტები რო გადასცენ იმის სანაცვლოდ არ ვიცი ეგ რამდენად რეალისტურებია. სიმართლე გითხრა, ბოლოს რაც ინფორმაცია გამოვიდა ზელენსკიმ რაც თქვა, შეიძლება უბრალოდ დანჩენზე ასე ვთქვათ, საიდუმლოდ ინახება ინფორმაცია ან და უბრალოდ არ გათქვეს ჯერჯერობით ან რაღაც, მაგრამ რაც ითქვა ის რომ ნავთობს მოგვაწოდებენ სანაცვლოდ თუ საწვავს. დიზელზე იყო მგონი ხო საუბარი? დიზელზე იყო, ხო. თავისთავად ახლა ეგეც არ არის ცუდი, იმიტომ რომ ახლა აი ჩვენ წინა იმაშიც ვიდეოში ვლაპარაკობდი, რამხელად მნიშვნელოვანია ომის წარმოებელი ქვეყნისთვის საწვავი და ხო, ახლა დიზელი რა თქმა უნდა, უზარმაზარი ხარჯი აქვს და ჭირდებათ რა თქმა უნდა და მაგაშიც თუ გაცვლიან კარგი იქნება, მაგრამ უფრო ისეთი ის გვეგონა რომ თქვათ ითქმებოდა იგივე თვითმფრინავებში დადასტურდებოდა რომ თვითმფრინავებში ან რაღაც რაკეტებს არ ზენიტო რაკეტებში გადავცვალეთო, მაგრამ არ ითქვა. არ ვიცი, შეიძლება არ ითქვა სხვა მოსაზრებებით, ხო გეუბნები, მაგრამ შეიძლება არის ეგეთი შეთანხმება. ნებისმიერ შემთხვევაში ხა უკრაინა ამ თავის წარმოებას ამ დრონებისას გააფართოვებს აქედან გამომდინარე. მას თუ ვეღარ გაყიდის ბაზა ექნება სამრეწველო ისეთი რომ დიდი რაოდენობებით გამოუშვებს და თავისთვის თუ დაჭირდა თვითონ გამოიყენებს თუ არა და ექსპორტზე გაიტანს და თავის ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება. ხო, ყველა ვარიანტში დადებითი მომენტი არის რა. იგივე ხო იყო ლაპარაკი რომ შეიძლება ამერიკელებსაც მიყიდოთ, იმიტომ რომ უფრო იაფი გამოგდის ვიდრე იმ ენდურს და სხვა კომპანიებს და რაღაცა, რატომაც არა, მაგრამ ხო, ახლა არაბულ ქვეყნებს რაც აქვთ ერთი ეგარი ფული აქვთ ბევრი და შეუძლიათ ეს ინვესტიციები ჩადონ და ხო და მიაწოდონ საწვავი და მაგ მხრივაც არ არის ცუდი ნამდვილად რა. საბოლოო ჯამში პოზიტიურად შეგვიძლია შევაფასოთ ეგ ვიზიტები, ხო. მაგრამ აი ხო გეუბნები, უფრო მეცველოდი იმ მხრივ რომ აი რაღაცა რო თქმულიყო რომ აი ახლა ესიერად რაც ჭირდებათ და უშუალოდ იქ რაღაცა თქვათ ან რაკეტები ან თვითმფრინავები რომ გაეცვალათ მაგაში რაღაცნაირად უფრო ის იქნებოდა, მაგრამ შეიძლება განხორციელდეს კიდევაც მაგას ახლა დრო გვაჩვენებს რა გამოსდება რამოდენიმე იმედი დავიტოვოთ რომ შეთანხმდნენ, მაგრამ არ გაახმაურეს ასე ვთქვათ. თუ რამის დამატება არ გინდა დღეისთვის შეგვიძლია დავასრულოთ. მადლობა. თუ რამის დამატება გინდა შენი მხრიდან რაც არ მიკითხავს და გინდოდა გეთქვა. ხო, არ ვიცი, ახლა იცი როგორ არის ახლა დღევანდელი ჩვენი ვიდეოს ისეთ დროს ვწერთ, როდესაც პრინციპში არის მიმდინარე ის არის რომ არ ვიცით ახლა დღეს
დილით რატო დაწერა იმ ტრამპმა იმ თროშესელზე, რაც დაწერა, არ ვიცით ეს კიდე გაგრძელდება თუ 6-ში ნამდვილად დამთავრდება ეს დაუშვათ ულტიმატუმი, არ ვიცით იქამდე დაუშვათ რამე შეთანხმება შედგება თუ არ შედგება და მე რა ვთქვათ გამოაცხადებს თუ არა ტრამპი მიუხედავად იმისა მიაღწევს თუ არა მიზნებს ამ დამთავრებას ომისას და თუ გააგრძელებს და როგორ განხორციელდება ეს ანუ რაღაცა მოლოდინის რეჟიმში ვართ რა პრინციპში ბევრი კითხვა და გაჩნდა რომელზე პასუხებიც ჯერ ამ წუთას არ არის აი ეგეთ ვითარებაში ვართ ასე რომ რა ვიცი შემდეგი ჩართვა არ ვიცი ხა შენ ვიდეოს როდის აპირებ მაგრამ ნუ რაღაცა მე შეიძლება ბევრი რამე უკვე გარკვეული იყოს და რაღაცა გამოიკვეთოს შემდეგი სანამ ყველაფერი უფრო ცხადი იქნება და გამოიკვეთება ასე შუალედური ვიდეოები გვიწევს მაინც რომ ყურადღების ცენტრშია საინტერესოა მაინც რა და როგორ ხდება ეს შუალედური ვიდეოები იყოს და როცა ყველაფერი ცხადი გახდება მე კიდე უფრო მეტი ანალიზი შევთავაზოთ ხო მე აი რამდენად სწორად მსჯელობდით მაგასაც ასე თქვათ გადავამოწმეთ ჩვენ თავსაც რომ აი როგორ ხო რამდენად გაამართლა ამ ყველაფერს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა დროებით მომავალ შეხვედრამდე. ასეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი. იმედია საინტერესო იყო თუ კი ამდენი ხანი უყურებთ ვიდეოს და ჯერ არ დაგილაიქებიათ თუ მოწყვილესად გთხოვთ ახლა დაალაიქეთ ვიდეო და წერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. ასევე თუ კი რამე კითხვები გაქვთ ირანის გარშემო, ასევე დაწერეთ კომენტარებში და შემდეგ ეპიზოდში უკვე ირაკლისთან გავვილი ამ თქვენთვის საინტერესო კითხვებს. მანამდე კი დაგემშვიდობებით, გეტყვით რომ ხვალ ანზე უკვე იქნება ახალი ეპიზოდი უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც მარტისთვის შემაჯამებელ ეპიზოდს გავაკეთებ სტატისტიკების დათვლით რა ტიპის ავია დარტყმები განხორციელდა, როგორი არის მსხვერპლის რაოდენობა, როგორი არის ტერიტორიული წინსვლები. მოკლედ უკრაინის თვის შემაჯამებელ ეპიზოდს დაელოდეთ, მანამდე კი კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურა ვიდეო, ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა დროებით ნახვამდის.